ეგრეთ წოდებული 4 ოქტომბრის საქმის ერთ-ერთ ეპიზოდზე დაკავებული 12 პირიდან 7 პირს პროკურატურა საპროცესო შეთანხმებას უფორმებს. როგორც საქმის პროკურორმა ლაშა ცხვიტარიამ თქვა, ამ პირებმა დანაშაული აღიარეს და მოინანიეს, რის გამოც მათ საპროცესო შეთანხმება გაუფორმდებათ. მას შემდეგ, რაც რამდენიმე დღეში სასამართლო მხარეებს შორის მიღწეულ საპროცესო შეთანხმებას და ამტკიცებს ბრალდებულების ხდომათა დარბაზიდან გათავისუფლებიან, მათ პროკურატურა საპროცესო შეთანხმებას 3 წლიანი პირობითი მსჯავრით უფორმებს. საპროცესო შეთანხმების შემდეგ საპატიმროს დატოვებენ ალექსანდრე ხაბეიშვილი, ბექა ქელეხსაშვილი, გიორგი მუმლაძე, მამუკა ლაბუჩიძე, გურიელ ქარდავა, ავთანდილ სურმანიძე და თემურ ქურციკიძე. პროკურორი მედიასთან ამბობს, რომ ამ საქმის ფარგლებში კიდევ რამდენიმე ბრალდებულმა მიმართა სახელმწიფო ბრალდებას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე. მისი თქმით, მათაც გაუფორმდებათ საპროცესო შეთანხმება და ამის შესახებ მათ ადვოკატებს ეტაპობრივად ეცნობებათ. რაც შეეხება პირებს, რომელთაც საპროცესო შეთანხმება ამ ეტაპისთვის არ უფორმდებათ, არიან ვახტანგ ფიცხელაური, აბო ნავერიანი, ანტონ უპერი, ნანა სანდერი და მარიამ მეყანწიშვილი. ბრალდებულთა ნაწილს ჯგუფურად ჩადენილ სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას, ასევე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. ნაწილს კი ჯგუფური მოქმედების, აგრეთვე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას. დაკავებულთაგან 11-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. რაც შეეხება მარიამ მეყანწიშვილს, მას გირაუ აქვს შეფარდებული, ანტონ უპერი კი მიმალვაშია. მას პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა.